გამარჯობა. ჯერა რომ პოზიტიურად და იმედიანად ხართ, რადგან მე მისმენთ და ეს უკვე თქვენი საგამოცდო წარმატების ნახევარი თუ არა მეოთხედი მაინც არის. ხოასია. უფრო მეტად წარმატებული რომ იყოთ, მოკლედ გიზრუნეთ სხვა აბიტურიენტებზე და ამისთვის ამ ვიდეოს რაც უნდა მოუხერხოთ, ფიქრობ შველად იცით. ჩვენ დავამთავრეთ პროგრამის ერთი ბლოგი, მგონი 8 გაკვეთილში დავამთავრეთ და გადავდივართ ახალ ბლოგზე. ეს პროგრამა როგორც იცით, დებს თქვენი მტანჯველი დაწესებულების შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. მაგრამ ერისთვის ვარ პრინციპში ამ ტანჯვისგან თუ არ გიხსენით. ამ მეორე ბლოგს ქვია მსოფლიო და საქართველო მეხუთე მეათე საუკუნეებში და რამდენიმე საკითხისგან შედგება. ჩაყარის ეს საკითხები და მიდი იმტრია თავი რა მოკლედ. თუმცა ზოგიერთ ამ ვიდეოში აღიხსნით, რასაც მოვასწრებთ, სხვა ვიდეოში და საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ამ ბლოგსაც ამოვუწურავთ და დავამარცხებთ უცოდნელობას. მოკლედ შევდგეთ საქმეს. ხალხთა დიდი გადასახლება არის პირველი საკითხი. ხალხთა დიდ გადასახლებაში მონაწილეობდნენ რამდენიმე სხვადასხვა ტომი და განსაკუთრებით უფრო გერმანული ტომები გამოირჩეოდნენ. ეს უკვე მეორე საუკუნეში და მესამეში გაქანებული იყო უფრო სულ რამდენიმე გადასახლება იყო, მაგრამ მაინც ახლა ამ პერიოდში ეხება გუთების გადასახლებას, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ ეს გერმანული ტომები, გუთები, ვანდალები, ალემანები. ჩრდილოეთ დასავლეთ ევროპიდან გამოემართნენ ისინი მეორე-მესამე საუკუნეებში და სხვადასხვა სივრცეში შავიზღვისპირეთში და სხვადასხვა ადგილებზე განცალკევდნენ მოკლედ ხანიკ რა ვიცი მოკლედ რაც მოწოდათ კარგი ადგილები უფრო რომის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს გერმანული ტომები, მაგრამ უფრო მაინც ხალხთა გადასახლების დაწყებად მაინც ითვლება ჰუნების, ეს თურქმანული ტომები იყვნენ, ესენი არ იყვნენ გერმანული, მათი გადაადგილება მეოთხე საუკუნეში. და უფრო მაგ პერიოდს უკავშირდება, ისინი 375 წელს დაესწრნენ გერმანულ ტომებს, კერძოდ აი ამ გოთებს და აიძულეს ისინი გადასულიყვნენ სხვა ტერიტორიაზე და იქ უკვე სხვა ტერიტორიაზე რომაელები იყვნენ. რაც შეეხება ჰუნებს, როგორც უკვე გითხარით, თურქულ-მონღოლური მოდმის ტომები იყვნენ, ცენტრალურ აზიაში სახლობდნენ, ცხოვრობდნენ ანუ თავიდან ეს ჰუნები და იყვნენ საუკეთესო მეომრები რა, მოკლედ რისხანები მეომრები იყვნენ და შიშს გვრიდნენ ხალხს და განსაკუთრებით გაძლიერდნენ მაშინ, როდესაც მათ მეთაურობდა ცნობილი სარდალი ატილა, სერიალიც არის ამაზე თუ არ ვთქვი შეიძლება ნახოთ. ოსტგუთების დიდი ნაწილი დაიმორჩილნენ და დასავლეთისაკენ გაემართნენ შემდგომ უკვე დასავლეთ ევროპისკენ. მერე რომაელებსაც გაუმართეს ბრძოლა 451 წელს კატალაუნის ველზე, ერთ-ერთი დიდი სისხლისღვრელი ბრძოლის სახელით შევიდა ისტორიაში რომაელებსა და ატილას მეომრებს შორის იყო ეს ბრძოლა და რომი გადარჩა მაშინ ყოველ შემთხვევაში რომის პაპის დახმარებით მაინც გადარჩა და უკვე ამას მოყვა ბარბაროსული სახელმწიფოების შექმნა. ბარბაროსულ სახელმწიფოებს ქმნიდნენ უფრო მეტად ეს გერმანული ტომები რომის ტერიტორიაზე და ერთ-ერთი ბარბაროსული სახელმწიფო იყო ფრანკებისა, მათმა ბელადმა მეროვეიმ, რომელმაც მეროვეინგების დინასტიას დაუდო სათავე, შექმნა ეს ფრანკთა გაერთიანება. მეფე იყო ხლოდვიგი, რომელიც ქრისტიანულ მეფედ ეკურთხა და სწორედ მან შეადგინა ცნობილი სალიკური სამართალი, შეიძლება შევხვდეთ ეს. ფრანკთა იმპერიის შექმნას დაუდო, ამით უფრო ზუსტად ფრანკთა სამეფოს შექმნას დაუდო, ამით საფუძველი. 486 წლიდან ხლოდვიგმა დაპოპულარულად დაიპყრო მთელი გალია, თუმცა შემდეგ თავისი მოკავშირე ტომის ბელადების განადგურა. მისი მომდევნო მეფეები, ხლოდვიგისა დაწინაურებული მეფეების დროს დაწინაურდნენ მაიორდომები, ანუ სახურთო ხუცესები, მათ ხელში გადავიდა რეალური ძალაუფლება, ხოლო ხლოდვიგის შთამომავლებს ეძახდნენ ძარმაც მეფეებს. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა მაიორდომიდან კარლოს მაიორდომი მარტელი, რომელსაც უამრავი რეფორმა ჩაარტარა. მარტელი უროს ნიშნავს გააძლიერა კავალერია, რომელსაც რაინდთა ლაშქარი უწოდა მოგვიანებით. კარლოს მარტელმა პუატიესთან ბრძოლაში 730 წელს ერთადერთმა ევროპელმა დაამარცხა არაბები და შეაჩერა არაბების წინსვლა და ევროპა გადააჩინა დაპყრობებს. კარლოს მარტელის ვაჟმა პიპინ მოკლემ, რომელიც ბოლო პირველი კაროლინგი მეფე იყო, ბოლო მეროვინგი მეფე ბერად აღკვეცა და თავისთავად გამოაცხადა მეფედ და მეროვინგების დინასტიას დაუდო სათავე. შესაბამისად კაროლინგების დინასტიას. კაროლინგების დინასტია შეიცვალა მეროვინგების დინასტიით. პიპინის დროს სამეფო განსაკუთრებულ სიძლიერეს აღწევს და კიდევ უფრო ძლიერდება მისი შვილის კარლოს დიდის დროს. ქვეყანა მას 350 საგრაფოდ დაყო, განაპირა საგრაფოებს მარკები უწოდა და მეფემაც სათავეში მარკგრაფები ჩააყენა, რომლებიც ვალდებული იყვნენ სამეფო საზღვრები დაეცვათ. 800 წელს რომში პაპმა ლეო მესამემ კარლოს დიდი რომაელთა იმპერატორად აკურთხა, ფრანკთა იმპერატორად კი არა რომაელთა იმპერატორად და ამით შეიქმნა ფრანკთა იმპერია ფაქტობრივად. 30 წლის შემდეგ კარლოსმა დაიპყრო საქსონია, დიდ ყურადღებას აქცევდა განათლებას, მთელ რიგ საკითხებს, ქალაქების მშენებლობას, სკოლების მშენებლობას და ასე შემდეგ. მოკლედ ასე იქნება კარლოსის იმპერია. 814 წელს კარლოსი გარდაიცვალა 72 წლის ასაკში, ის ქალაქ აახენში დაკრძალეს და 853 წელს კარლოს დიდის სამმა შვილიშვილმა ქალაქ ბერდენში
ერთმანეთთან დადესხაშიკულო და თქვეს რომ პაპი სამეფო გავინაცვლეთ, რატომ უნდა ქონდეს მარტო ერთსო. ანუ სამა შვილიშვილმა გაიყო, შეგიძლიათ ნახოთ 853 წელი ფრანკთა იმპერია ჩაწეროთ Google-ში და ამოვიგებთ რუკას. გადავდივართ შემდეგ თავზე, ეს არის ნორმანები, იგივე ვიკინგები, ანუ სკანდინავიელები იყვნენ სკანდინავიის ნახევარკუნძულიდან, რომლებიც დასახლდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში მე-10 საუკუნის მე-11 საუკუნის აწესიდან. თავდაპირველად ინგლისის გერმანულენოვანი ტომები მართავდნენ და საფრანგეთსაც როგორც ვიცით, მაგრამ ფრანკთა ჩარლზ მესამე უბრალოდ 911 წელს ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ვიკინგებთან თავდასხმების შესახებ, სამაგიეროდ სანად ფრანკებმა და იგივე ფრანკებმა რა ვიკინგებს მისცეს მიწა მდინარე სენის შესართავთან. ახლანდელ ქალაქ რუანაში, პარიზთან ახლოს არის ეს ტერიტორია. ეს არის მიწა, რომელიც გახდა ნორმანდია, რომელიც წეღან ვახსენეთ. ეს ვიკინგები, ანუ ნორმანი მმართველები, საკუთარ თავს ნორმანდიის გრაფებს ან ჰერცოგებს უწოდებენ, თვითგვაროვნობა არის. დაახლოებით 1000 წლისთვის ნორმანები უკვე სრულად იყვნენ გათქვეფილი, ასე რომ ვთქვათ, ფრანკ მოსახლეობაში. ნორმანები ქორწინდებოდნენ ფრანკ ქალებზე, ლაპარაკობდნენ მათ ენაზე, მიიღეს ქრისტიანობა და საბოლოოდ დაამარცხეს ბრეტანის მეზობელი რეგიონი. მე-11 საუკუნის დასაწყისში ნორმანებმა დაიწყეს კიდევ ხელახალი გადასახლება სამხრეთ იტალიაში. ნორმანების ყველაზე მნიშვნელოვანი დაპყრობა მაინც იყო 1066 წელი, როდესაც ინგლისში შეიჭრნენ. და ამ შეჭრას ხელმძღვანელობდა ნორმანის ჰერცოგი უილიამი, ნორმანის ჰერცოგი, ანუ უილიამ დამპყრობელი იგივე. უილიამის მეტაროები ნორმანები ებრძოდნენ ანგლო-საქსებს და მათ მეფეს, აქ მემკვიდრეობის საკითხი იყო, ამას მე კერძო საკითხებში განვიხილავ და ჰასტინგის ბრძოლაში მოკლეს მათი მეფე ჰაროლდი, უილიამის ინგლისის მეფე გახდა უილიამი და ანგლო-საქსების ელიტა შეცვალა მან ნორმანების ელიტით. და გააძლიერა ნორმანული დიდგვაროვნები, დააჯილდოვა ნორმანი რაინდები, რომლებიც მისი ერთგული იყვნენ და ნორმანმა დიდებულებმა სტრატეგიული მნიშვნელობის ციხეები ააშენეს, ნორმანი კავალერიის მცირე რაზმები განათავსეს იქ. ნორმანები იცავდნენ ინგლისის შემდგომი უცხოური შემოჭრებისაგან და ასე გამოჩნდნენ ისინი პოლიტიკურ არეალზე. ნორმანებს ახალ შემატებული საკითხი ხალხაშორის წინა წლებში არ იყო, რაც შეიძლება მათთან დაკავშირებით ყოფილიყო თქმული, ეს არის. მოკლედ ეს იყო მეორე ბლოკის რამდენიმე თავი, შემდეგ უკვე ბევრი როარ გამოვიდეს და არ მოგაწყინოთ და არ დაიღალ, შემდეგში გავაგრძელებთ. მადლობა, წარმატებები გქონდეს ერთად. იყარხართ.